საუბრობდით იმაზე, რა სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი ინვესტიცია როგორც აქტივი. ანუ ჩვენ ამ მხარეზე ვართ, აქტივების მხარეზე ვართ ამ შემთხვევაში და ვისაუბრეთ ძირითადად ფინანსურ აქტივებზე. იმიტომ რომ ფინანსური სარჩული აქვს ყველა ინვესტიციას. ეს არის დაბანდება და ფინანსური დაბანდება. და აი ამ სარჩულით მოდის ყველა ინვესტიცია. თუმცა მიზანი შეიძლება სხვადასხვა კონდეს მას, მაგრამ მაინც ფინანსური სარჩული აქვს. ძირითადად და ამიტომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ განვიხილეთ ფინანსური სახით წარმოდგენილი ინვესტიციები მისი სხვადასხვა ფორმით და ვისაუბრეთ იმაზე რომელია ასეთი სახის ინვესტიციები, როგორ ხდება მისი საწყისი აღიარება, როგორ ხდება მისი შემდგომი შეფასება ფინანსურ ანგარიშგებაში მისი ასახვა. ეს იყო ჩვენი თემა. თუმცა თავიდანვე ვთქვით რომ ინვესტიციები შეიძლება იყოს არა მარტო ქაღალდის სახით, ანუ უფლებრივი სახით განხორციელებული, არამედ ის შეიძლება იყოს ქონებრივი სახითაც განხორციელებული. ანუ ინვესტიცია აი ძალიან ზოგადი ცნებაა და ძალიან ბევრი რამის მომცველია თვითონ. ჩვენ იქედან მოვედით ამ თემაში, რომ აი თვითონ საწარმოს არსებობა არის ინვესტიციის შედეგი. ნუ აი აქედან და საწარმო თვითონ მთელი მისი აქტივებით არის წარმოდგენილი, ხომ? ანუ ეს ინვესტიცია განხორციელებულია მთლიანად აქტივებში. და საწარმოს მენეჯმენტი, ბუღალტერი, ყველა აი ვინ არიან, ვინც ამ ინვესტიციების შესახებ ინფორმაციებს აგროვებენ, რა ემართება ამ დაბანდებას, ანუ რა ემართება კაპიტალს, ვინც მოახდინა აქ დაბანდება. და შეიძლება ეს იყოს უფრო ცალსახად, უფრო აი შემოფარგლულად წარმოდგენილი ინვესტიცია, მაგალითად ქონებრივი ინვესტიცია. ქონებაში ჩადებული კაპიტალი, რომელსაც სხვა კონკრეტული დატვირთვა არ აქვს. მაგალითად, მე რომ მყიდურობ მარაგს საწარმოში, მას აქვს კონკრეტული დატვირთვა. რატომ მყიდულობ მარაგს? იმისგან ვაწარმოებ ან გავყიდი და აი საოპერაციო საქმიანობაში დავხარჯავ მას. მყიდულობ ძირითად საშუალებას. მასაც აქვს კონკრეტული დატვირთვა. ჩვენ აი ამას ამ კითხვაზე პასუხი გვაქვს და რა გვაქვს პასუხი? ძირითად საშუალებას აქვს თავისი განმარტება. საწარმო დანიშნულებით, ადმინისტრაციული მიზნისათვის, იჯარით გასაცემად, 1 წელზე მეტი ვადით გამოსაყენებლად. ანუ თუ ასეთია და ეს გადაწყვეტილება დევს უკან, რატომაც დავაბანდე ფული ძირითად საშუალებაში, მაშინ ის არის ძირითადი საშუალება და მე მას ავსახავ როგორც ძირითად საშუალებას, იმიტომ რომ მე მას ვხარჯავ და ვიყენებ პროცესებში. მაგრამ ნებისმიერი ქონება შეიძლება იყოს კიდე სხვა ფორმით გამოყენებული და არ იხარჯებოდეს აი ამ პროცესებისთვის. არამედ ერთგვარად ფული იყოს შიგ დაბანდებული, ყველა ქონებას ფულის დაბანდება ჭირდება, ანუ ყველა ქონებისთვის იხარჯება ფული, მაგრამ არ იყოს აი იმ პროცესებისთვის გამოყენებული, რომლისთვისაც გამოვიყენეთ მაგალითად ძირითადი საშუალება. და შიგ დაბანდება, აი ესეთი მატერიალური ფორმის ქონებაში ხდებოდეს ინვესტიციის ფორმით და არა პირდაპირ გამოყენების ფორმით. რა თქმა უნდა, ინვესტიციას, როცა ვახორციელებთ ჩვენ რომელიმე ასეთ ქონებაში, ზუსტად ეს ნიშანი უნდა ქონდეს, თუ ჩვენ მას კლასიფიცირებას გავუკეთებთ როგორც ინვესტიცია, ინვესტიციის ნიშანი უნდა ქონდეს. რა არის ინვესტიცია? დაბანდება კაპიტალის დამატებითი სარგებლის მისაღებად, რომელიც გამოიხატება პროცენტით, როიალტით, დივიდენდით, ქირით და ასე შემდეგ. ანუ ამას უნდა აკმაყოფილებდეს. და ჩვენ ვიცით, რომ ინვესტიცია სარგებელი თავისთავად არ მოაქვს. ინვესტიციის სარგებელი ყოველთვის იზომება დროით. ანუ ფული დროში. დაბანდება დროში. ანუ დროს მოაქვს აქ სარგებელი. რა არის ინვესტიციას? თუ დრო მოვაშორეთ, განზომილება დრო ამოვაგდეთ, ცნება ინვესტიცია იკარგება. და ეს არის ამაში ყველაზე მთავარი, რომ ინვესტიციას დროის შესაბამისად მოაქვს აი ეს და ძირითადი განზომილება ეს არის შიგ. და როცა ჩვენ ამას ვაკეთებდით, მაგალითად კონკრეტულად აი მის საწყისი ფორმა რაც არსებობს ამისი, მაგალითად ჩვენ სესხი ავიღეთ, ხომ? სესხის არსიდევში და სესხს მოყვება დროში პროცენტი. აქ არავის კითხვა არ გვიჩნდებოდა, რომ სესხი გასესხებული იმიტომაც არის, რომ სარგებელი მოაქვს მას დროში, თორე ის თანხა უნდა დაბრუნდეს უკან, ხომ? ძირი ბრუნდება თავისთავად. ანუ რას მოაქვს სარგებელი? ამ ძირს დროში მოაქვს სარგებელი, დროს მოაქვს სარგებელი, თორე ძირი უკან ბრუნდება ისე. და ამ შემთხვევაში ამის დანახვა, რა თქმა უნდა, ადვილი იყო და იქ კითხვა არ ჩნდებოდა, რომ სად არის აქ სარგებელი, მაგრამ როცა ეს არის გამოხატული მატერიალური ფორმით. აი მაშინ ამის ეს უფრო შეფარულია.
და ვიყიდეთ მაგალითად მიწა და დავდეთ. და ჩვენ ვამბობთ, უნდა მოვახდინოთ მისი კლასიფიცირება. დანახარჯი განხორციელდა. ამ დანახარჯის განხორციელების შედეგად ახლა დავბრუნდეთ საწყისში. რა არის დანახარჯი, როცა საწარმოში ხორციელდება? მისი შედეგი ერთ მხარეზე ფული გავიდა და მეორე მხარეზე რაღაცა უნდა ვაღიაროთ დებეტში. დებეტში შეიძლება ეს იყოს ხარჯი. როდის იქნება ხარჯი? არა, როცა მეტი დაიხარჯა 10 აღარ მომიტან სარგებელს და ხარჯია. ნებისმიერ შემთხვევაში მომიტანა არ მომიტანა, მაინც ხარჯია, იმიტომ რომ 10 აღარ მომიტან სარგებელს. ის შეიძლება იყოს გადახდა. ფული როცა იხარჯება, რაღაცა მქონდა ვალი და გადავიხადე. ეს არ არის ამ შემთხვევაში. ან არის აქტივი, ხო? ანუ მომავალში თუ შეუძლია მომიტანოს სარგებელი. თუ არ შეუძლია მომიტანოს სარგებელი მომავალში, მაშინ ხარჯია. მე იმისგან თუ არაფერს ამოვიღებ. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ ეს მე მომიტანს მომავალში სარგებელს, ამის შემდეგ ვამბობთ, რომ ეს არის აქტივი. მაგრამ აი აქტივი ასეთი გატარება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გატარებები, რომელი აქტივია და აი იმ რომელ აქტივს რომ მივადგებით, ყველას თავის წესი აქვს. ფულია, ფული არ არის. დებიტორია? არა. ვერავის ვერ მოგთხოვ ამისგან. მარაგია? არა, არ ვყიდი. ძირითადი საშუალება უნდა გამოიყენებოდეს. ანუ არც ერთი ამათგანი არ არის და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან დანარჩენი არ არის, ამიტომ იქნება ინვესტიცია. არა. როგორც ყველა აქტივს აქვს თავისი კრიტერიუმი, თავისი წესი, რომელსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს, თორე იმაში ვერ შეიტანა, ვერ დადებ, ისე აქვს ინვესტიციასაც თავის წესი. ანუ დანარჩენი არ იყო და ამიტომ იქნება ინვესტიცია, ასე არ არის. ანუ აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს მის მოთხოვნებს, რაც არის ინვესტიცია. ეხლა ჩვენ ვიხილავთ ამ შემთხვევაში საინვესტიციო ქონებას და ამაზე გქონდა საუბარი, რომ საინვესტიციო ქონება არ არის უკვე უფლებრივი სახით წარმოდგენილი, ის არის მატერიალური სახით წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში აი შიგდევს ის სარგებლის მოტანის შესაძლებლობა, რაც აი ესე ცალსახად იყო მაგალითად ცესხში გამოკვეთილი და აქ არ არის ასე გამოკვეთილი ცალსახად. აქ შიგდევს ეს. აი როგორი აქტივი მივიჩნიეთ ჩვენ ფინანსურ აქტივად. ფინანსურ აქტივად ძირითადად ისეთი აქტივები მივიჩნიეთ, რომელსაც გაზომილი აქვს ეს. ეზომება ძირი, ეზომება სარგებელი, ეზომება დროის მიხედვით ის შემოსავლები და განსაკუთრებით მივიჩნიეთ ასეთ აქტივებად, მაგალითად ამორტიზირებადი ფინანსური აქტივები. ეხლა საინვესტიციო ქონებაში. რა არის საინვესტიციო ქონება? არის მე-40 სტანდარტი განსაზღვრავს საინვესტიციო ქონებას და ის ამბობს, რომ ეს არის ქონება, მიწა ან შენობის ნაწილი, ან ორივე, რომელსაც ფლობენ მესაკუთრე მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში, საიჯარო შემოსავლების მიღების ან კაპიტალის ღირებულების ზრდის, ან ორივე მიზნით. ანუ როცა მე ვყიდულობ აი ასეთ ქონებას, მაგრამ მე მას არ ვიყენებ უშუალოდ პროცესებში. არამედ ამ ქონებას ვყიდულობ, იმიტომ რომ იქედან მიზანი დევს, თავიდანვე დევს მიზანი, რომ იქედან მე მივიღებ დამატებით სარგებელს, ოღონდ ეს არ იქნება პროცენტი. ჩადებულია ფული შიგ, ინვესტიცია განხორციელებულია, მაგრამ ის პროცენტის სახით არ მომიტან სარგებელს, იმიტომ რომ ეს არ არის უშუალოდ ფული და არ არის ფასიანი ქაღალდი. არამედ ის მე მომიტან სარგებელს ქირის სახით. ან ქირის სახით კი არ მომიტან სარგებელს, შეიძლება არც ვაქირავებ და დევს ეს მიწა. ოღონდ თავისი კაპიტალური ღირებულება ეზრდება. აი ასეთ შემთხვევაში, სხვადასხვა ფასიან ქაღალდსაც გააჩნდა, ხო ეს თვისება, როცა თვითონ მოქონდა დროში სარგებელი, მაგრამ თავისი ღირებულების ზრდითაც მოქონდა სარგებელი. შეიძლება კლებაც ყოფილიყო. ანუ იქ რისკი ორი მხარეზე იყო. მაგრამ როცა საუბარია, აი თქვენ ხედავთ, რომ აქ უძრავ ქონებებზეა საუბარი, რომელთაც ბუნებრივად გააჩნიათ ეს თვისება, რომ ძირითადად აი მაშინ ყიდულობს ის, როცა მისი ტენდენცია ზრდისკენ მიდის, იზრდება კაპიტალურად შიგ მისი ღირებულება და შესაბამისად ჩემ კაპიტალს ზრდის, ან გაქირავების შედეგად ვღებულობ მე მისგან ნამებს. და ამ შემთხვევაში რა არის ამაში დაბანდებული ფული? ამაში დაბანდებული ფული გახლავთ აქტივი, რომელსაც შეუძლია მომიტანოს მომავალში ეკონომიკური სარგებელი, ან კაპიტალური ზრდით, ან ქირით. ოღონდ არა საოპერაციო საქმიანობიდან, ანუ აი ეს არ დაიხარჯება პროცესებში, ანუ ამ პროცესებში არ იქნება მისი გამოყენება, არამედ იქნება დაბანდება, რომელიც გარედან ამ ფულს შემომიტანს. თუმცა ამ შემთხვევაში ეს აქტივი თვითონ ჩემს საკუთრებაშია.
ანუ მე არა მარტო ქაღალდს ვფლობ უფლებრივად, არამედ მატერიალურადაც მაქვს საკუთრებაში ქონება და ამიტომაც აი ასეთ დაბანდებებს, უფრო მყარ დაბანდებებს ეძახიან, უფრო მყარ ინვესტიციებს ეძახიან, მიწაში ინვესტირება, მყარი ინვესტირება. აი ესეთ უძრავ ქონებებში და სერიოზულზეა საუბარი, მყარი ინვესტირება, ბუნებრივ საბადოებში და ასე შემდეგ. თქვენ იცით ახლა ისე მაინც გაგონიათ, რომ არის მდიდარი ადამიანებიც და კომპანიებიც და ასე შემდეგ, რომელსაც ბუნებრივი რესურსები ნაყიდი და დაკონსერვებული აქვს, ხო? რატო აქვს? არც აქირავებენ, არც არანაირი სარგებელი არ შემოდით. მათ ამ წუთში, მაგრამ მათ შემოდით ძალიან სერიოზული კაპიტალური სარგებელი. და იმიტომ რომ ეს ამოწურვადია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს იქნება ძალიან ძვირად ღირებული სარგებელი. საერთოდ ინვესტიციას რა თვისება აქვს? ანუ ინვესტორი რატო არის მაინც გაიგივებული მდიდართან, ასე ვთქვათ და ეს გინდა ადამიანი იყოს, გინდა საწარმო იყოს, ის ნამდვილად მდიდარია და ინვესტიცია არის თვითონ აი ამ სიმდიდრის საწყისიც, ანუ თუ არა გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გადადო და დააბანდო და აგეთ გიჭირს ყოველდღიურად შენ საწარმო შენახვა, ან შენი თავი შენახვა, მაშინ ინვესტიციას ვერ აკეთებ, ხო, მაგრამ თუ კი შეგიძლია ეს რამდენად მეტი შეგიძლია, იმდენჯერ მეტად მდიდრდები და არა იმდენით. ანუ რაც უფრო დიდი ინვესტირებები ხდება, რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდით ინვესტირებები ხდება, აი იმას მოაქვს ძალიან დიდი მოგებები. ანუ რატომ არის საბაზრო ეკონომიკის პირობებში უპირველესი ამოცანა კაპიტალის ზრდა? მე არ ვლაპარაკობ საწარმოს კაპიტალზე მარტო, ანუ ყველა პიროვნების, ყველა ადამიანის, ყველა სუბიექტის აზროვნება, მიზანი, მთავარი მიზანი მაინც აქვს ეს, რომ კაპიტალი გაზარდონ თავიანთ. რატომ? აი იმ კაპიტალის ზრდას აქვს თვითონ შესაძლებლობა, მე რომ აი ის, რომ აიდგამს ერთხელ ფეხს და წავა ამ გზაზე, თვითონ მოაქვს ეს ნამეტები. ანუ რა არის ინვესტიციაში მიმზიდველი? ინვესტიციაში მიმზიდველი ის არის, რომ ჩვენ რაც არ ვიცით რა კი ვიცით, მაგრამ ის შესაძლებლობებიც არ აგვაქვს დღეს. ჩვენთან ადამიანმა რაღაცას რომ მიაღწიოს, თვითონ უნდა გაისარჯოს, დაიხარჯოს და მოკვდეს ბოლომდე, რომ რაღაცა შესაძლებლობები შეიქმნას, ხო? აი ეს არ არის შეიქ. შენ თუ კაპიტალი იქ რაღაცნაირად ააგორე ერთხელ დამთავრდა, მერე შენ ზიხარ შენთვის და კაპიტალი მიდის მისთვის და მოაქვს აი ეს შედეგი. და აი ეს შესაძლებლობები დევში, რომ აი შენი მონაწილეობის გარეშე საწარმოსთვის რა არის ინვესტიცია თვითონ არ მონაწილეობს ამ პროცესში, მაგრამ როცა შეძლო ეს რომ ამაში წარმატებულ პროექტებში დაებანდები, ეს თვითონ მოაქვს იმას ეს სარგებელი და ჩვენ ახლა ჯერ არ გვიხსენებია, მაგრამ დრო აუკერო ვახსენოთ ის, რომ საინვესტიციო კომპანიები არსებობს, ხო? ეს ხომ გაგიგიათ? როგორი კომპანიებია ესენი? რას აკეთებენ ესეთი კომპანიები? თქვენი აზრით, საინვესტიციო კომპანიები. საიდან აქვს ის ფული? სხვადასხვა ძალიან ჭკვიანურად, აგრეთვე აი შეიძლება აქედან პირდაპირ ერთ კარგ საინვესტიციო კომპანია შემოვიდეს ახლა და ჩვენი ფული აიღოს, დაჯდეს თვითონ, მერე იქეთ კარგად დააბანდოს ჭკვიანურად და მართავს ამ პროცესებს. მაგრამ სინამდვილეში აი ჩვენ როცა ვლაპარაკობ ინვესტიციას, მოაქვს არასაოპერაციო შემოსავლები. ეს არ ეხება საინვესტიციო კომპანიებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საინვესტიციო კომპანიებისთვის ეს არის საოპერაციო შემოსავლები და აი ამით შეულებენ ისინი ფულს. ვინ არიან ფინანსური ინსტიტუტები? ხო, იგივე თავისი არსით ისინი იზიდავენ ფულს, რა თქმა უნდა, თვითონაც გააჩნიათ ასეთი ფულით, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ისინი იზიდავენ ფულს. ყოველ შემთხვევაში საწყისებში ისინი იზიდავენ ამ ფულს და მერე უგროვდება ძალიან სერიოზული კაპიტალი. თქვენ თვითონ მოგისმენიათ ასეთ ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელების ესეთ საჯარო განცხადებები, რომ ჩვენ დავიწყეთ აქედან. ხო, მაგრამ ახლა ჩახედეთ მათ ფინანსურ მდგომარეობას სად არიან? ანუ ხო, რამ შექმნა ის შედეგი? ჩვენ ამ წუთში ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ თვითონ ეს ადამიანები, ვინც იყო საწყისში ამ ფინანსური ინსტიტუტების შექმნისა, თვითონაც მონაწილეობდნენ ამ პროცესებში და იხარჯებოდნენ, მაგრამ ეს იმიტომ რომ ჩვენთან ბაზარი არ იყო განვითარებული, მაგრამ განვითარებულ ბაზარზე დღეს ვიღაცა იყიდის მის აქციებს, დაждდება და ისიც ჩვეულებრივად იმ შედეგს მიიღებს, რა შედეგსაც მიიღებს ის, ვინც დაიხარჯა იქ და თვითონ შექმნა ეს პროცესი. ამიტომ ინვესტიცია თავისი არსით ძალიან მიმზიდველია. ასე ვთქვათ, მართლა ამის მანიშნებელია, რომ აი სოლიდურობის მანიშნებელია, მიღწევის შედეგის მაჩვენებელია. მე აი როგორ გითხრათ, გარანტირებული მდგომარეობის განსაზღვრელია გარკვეულ პერიოდში და
აი იქ როცა გადავდივართ უკვე ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე და ასე შემდეგ, მე რაზე იწყება, იცით საუბარი? სად ჯობია, სად დააბანდონ, როგორ დაიცვან, დივერსიფიცირება როგორ მოახდინონ ამ ფასიანი ქაღალდების არსებობს ესეთი გამოთქმა ერთ კალათში ყველა კვერცხს ნუ ჩააწყობო და ასე შემდეგ. ხო, ანუ იქ სხვა მეთოდებზეა უკვე საუბარი, როგორ მოუაროს, რა აწუხებს მე. ანუ როგორ მოუაროს ამ ინვესტიციებს სადღაც დაბადებებ გააკეთოს და არა ის ეხლა რომელი ჩარხი ვიყიდოთ, მე რომელი გასაცვლელი ვიმყიდველი გამოჩნდება, ხო ეს არ არის მისთვის დამახასიათებელი. ანუ ამ შემთხვევაში როცა ჩვენ ვსაუბრობთ საინვესტიციო ქონებაზე, საინვესტიციო ქონება არის ქონება გააჩნია ამ ნიშნით, რომელშიც დაბანდებულია ფული, მაგრამ ეს არ არის ფასიანი ქაღალდი. ფასიანი ქაღალდი მაინც დამოკიდებულია აი იმ საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, ხო? აი ის საწარმოს ფინანსური მდგომარეობა თუ ეჭქვეშ დადგა, შენი ფასიანი ქაღალდის ღირებულებაც ეჭქვეშ დგება. და ფაქტიურად ღმერთმა ნუქნას ეს არ ხდება საერთოდ იმ მოწესრიგებულ ბაზრებზე ასე თუ კრიზისები და რაღაც სოფლიო ესენი არ ხდება, იქაც გარკვეულად დაზღვეულია და დაცულია ისტორია. სხვა შემთხვევაში ესენი არ არის ესეთ რისკიანი. მაგრამ იქ მაინც არსებობს ამის რისკი, რომ შეიძლება რაღაცა დოზით არ იყოს ის ქაღალდი ის, მაგრამ როცა მატერიალურია ეს ქონება, აქ უკვე უფრო სხვა დამცავი მექანიზმებია თვითონ ამ მატერიალურობიდან გამომდინარე. მაგრამ აი ასეთი მატერიალური ინვესტიციები არ არის იმდენი, რამდენიც არის თქვათ აი ის ფინანსური ინვესტიციები, სხვა ფორმის ფინანსური ინვესტიციები. აი ჩვენთან უფრო ეს ფორმაა. საინვესტიციო ქონების ფორმა უფროა, ვიდრე ფასიანი, ნუ არ არის მეორე განვითარებული. აი ხო თქვენ საწარმოებში როცა მოხდებით, თქვენ შეიძლება ამ ეტაპზე შეხვდეთ საინვესტიციო ქონებებს. საწარმოებს გააჩნიათ ასეთი ქონებები დღეს ჩვენთანაც. გააჩნიათ ასეთი ქონებები ნაყიდი, დაბანდებული აქვს შიგ ფული, მაგრამ აი ეს კითხვა საინტერესოა. საინტერესოა როგორ აქვს აღრიცხული. იმიტომ რომ როგორც ველოდები ექნებათ ალბათ ერთად საშუალებად აღრიცხული, რომელიც არ არის რა თქმა უნდა სწორი. იყიდა სადღაც შენობა, არანაირად არ ფუნქციონირებს შიგ ეს, ან მიწა აქვს ნაყიდი, არ ფუნქციონირებს შიგ, მაგრამ როგორ აქვს აღრიცხული? ალბათ მიწა როგორც ერთად საშუალება, ალბათ შენობა როგორც ერთად საშუალება, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი არ გახსნათ ერთად საშუალება, არის ინვესტიცია და ამ შემთხვევაში კაპიტალურ დაუშვათ არც გაქირავებული არ აქვს. ელოდება შიგ კაპიტალურ ნაზვს და მართლა არის კაპიტალური ნაზვი შიგ. მაგალითად ერთ დროს ძალიან იაფი იყო რაღაცა დაუშვათ 5 ლარი, 10 ლარი რაღაც ესე იყიდებოდა ჩვენთან მიწები და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი კომპანიები ესენი შეიძინა და გააჩნიათ და დღეს იმათ ის აღრიცხვაშია, ხო ჩვეულებრივად. მაგრამ მათი ღირებულება დღეს გაცილებით მეტია. ისე კიდე ერთხელ აი ჩემს სურვილს გავამჟღავნებ. თუ ვინმეს რაიმე კაპიკი გაგაჩნიათ, ქართველებს იყიდეთ მიწა რა. ქართველებმა იყიდეთ რაც შეიძლება ბევრმა. არა, აი ყველაზე მეტად რაც მენანება რომ არ მინდა იყიდოს, ხო, არ მინდა იყიდოს, მიწა იყიდოს, ყველა ქართველმა მინდა ეს. ხო, არა. ხო, ნუ ჯერჯერობით გვაქვს. ესე იგი ჩვენ ვამბობთ რომ ასეთი ქონება განიხილება როგორც საინვესტიციო ქონება და მას განიხილავს 40 სტანდარტი. ეხლა ჩვენ ვამბობთ რომ ასეთი ქონება დღესაც არსებობს, საწარმოებს გააჩნიათ და ახლა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე როგორ უნდა იქნას ეს აღრიცხული. ვამბობთ რომ შეიძლება არ იყოს სწორად აღრიცხული. აი როგორი ქონება უნდა იყოს ეს? ანუ მე შეიძლება გამაჩნდეს ქონება მიწა, გამაჩნდეს შენობა. გარდა ისეთი მიზნებისა, აღუნ როგორი მიზნებით უნდა მქონდესო, მიზნები უნდა იყოს მისი შემოსავლის მიღების ან კაპიტალის ზრდის. ოღონდ გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნისათვის. ეს არ უნდა იყოს. ეს თუ არის, მაშინ რა არის? მაშინ ძირითადი საშუალებაა, ხო? გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. ეს თუ არის, მაშინ რა არის? მარაგი, მე შეიძლება მიწა ვიყიდო, მაგრამ მყიდდე. შენობა ვიყიდე, მაგრამ მყიდდე. თუ პირველია ის აშკარა ძირითადი საშუალება, თუ მეორეა მარაგია. მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება. ანუ ეს სტანდარტი იყენებს აი ასეთ ტერმინს, საინვესტიციო ქონება, მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება. საინვესტიციო ქონებაში ჩათვალა ისეთი ქონება, მიწა ან შენობა, რომელსაც გამოიყენებ დამატებითი სარგებლის ან კაპიტალური ზრდისთვის, მაგრამ არ იქნება გამოყენებული
ამ A და B პროცესში. ამაში არ იქნებაო. ახლა გამოყოფს მეორე ტერმინს მესაკუთრის ქონება. მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება არის ქონება, რომელსაც ფლობენ მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში. საქონლის წარმოების ან მიწოდების მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის. ანუ თუ კი აი ამ პროცესში გამოიყენება ქონება, მაშინ ის არის მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება და არა საინვესტიციო ქონება. ამ ტერმინს ვარკვევთ ახლა. საინვესტიციო ქონებით ხდება საწარმო სხვა აქტივებისაგან დამოუკიდებლად. დააკვირდით როგორი განმარტება აქვს? საინვესტიციო ქონებით, აი როგორ უნდა გამოვიცნო, როგორ მივანიჭო ეს სტატუსი. საინვესტიციო ქონებით ხდება სხვა აქტივებისაგან დამოუკიდებლად ფულადი სახსრების ნაკადების გამომუშავება. მესაკუთრეთა მიერ დაკავებული ქონებისაგან საქონლის წარმოება ან მიწოდება, მომსახურების გაწევა, ადმინისტრაციული მიზნით გამოყენება ქმნის ფულადი სახსრების ნაკადს, ანუ ესეც ქმნის ფულად სახსრებს, რომელიც დაკავშირებულია არა მარტო ქონებასთან, არამედ წარმოების ან მიწოდების პროცესში გამოყენებულ სხვა აქტივებთან. ესაა მისი განმარტება და ახლა უნდა ჩაწვდე ამ განმარტებას. ანუ თუ კი მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონებაა ეს, ისიც იძლევა ფულად ნაკადებს, აბა რა თქმა უნდა ეს ქონება რატო ვიყიდე, მას ის აქტივია და სარგებელი უნდა მომიტანოს, მაგრამ მარტო ამ ქონებით კი არ მოდის სარგებელი, პროცესებში სხვა აქტივებიც ერთვება. მაგალითად, ძირითადი საშუალება შევიძინე. ძირითადი საშუალება, როცა შევიძინე, მე შევიძინე ფეხსაცმლის შესაკერად, ეს, მაგრამ ამით ვერ შევკერავ მარტო ფეხსაცმელს. ანუ ამით ვერ მივიღებ შედეგს ფეხსაცმლის გაყიდვისგან. იქ უნდა ჩაერთოს ფეხსაცმლის წარმოებისთვის ნედლეული მუშახელი და ასე შემდეგ და აი ამ პროცესით მივიღებ შედეგს. მაშინ ეს რა არის? მესაკუთრის მიერ გამოყენებული ქონება და არა საინვესტიციო ქონება და საინვესტიციო ქონების ნიშანი ის არის, რომ მას თვითონ შეუძლია დამოუკიდებლად მოგიტანოს სარგებელი. და ამით არის შეფასებული, ამით უნდა შეაფასო, რომ ეს არის საინვესტიციო ქონება. საინვესტიციო ქონების მაგალითები: მიწა, რომელსაც ფლობენ უფრო კაპიტალის გრძელვადიანი ზრდისთვის, ვიდრე მიმდინარე საქმიანობის პროცესში მოკლე ვადაში გასაყიდად. მიწა, რომელსაც ამჟამად ფლობენ, მაგრამ განუსაზღვრელია მისი სამომავლო გამოყენების წესი. ანუ კონკრეტულად არ აქვს დადგენილი, რაში გამოიყენებს, თუმცა კაპიტალური ნაზრდი მოყვება ამას და არც იყენებს ამ ეტაპზე. შენობა, რომელიც არის საწარმო საკუთრებაში, ან ფლობს ფინანსური იჯარით და გაცემულია ერთი ან რამდენიმე ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულებით, ანუ ამ შემთხვევაში შენობას პროცესში არ იყენებ. შენ გაქვს ის სხვისთვის მიცემული, ის იყენებს პროცესში და შენ პირდაპირ მარტო შენობიდან შემოგდის შემოსავალი. თორე შეიძლება შენობას ადმინისტრაციული მიზნად იყენებდე და ამას მოაქვს სარგებელი, ოღონდ თვითონ მარტო არ მოაქვს სარგებელი, პროცესებს მოაქვს. თავისუფალი შენობა, რომელსაც ფლობენ მომავალში ერთი ან რამდენიმე კონტრაქტი ჩვეულებრივი იჯარით გასაცემად. ანუ ჯერ არ არის ეს, მაგრამ საამისოდ არის ნაყიდი. და მიზანი დევშიქ საინვესტიციო. დიახ, თავიდანვე გაატარებ. ანუ თქვენ როცა ასეთ სამეურნეო ოპერაციასთან იქნებით და ფული დაიხარჯა, აუცილებლად უნდა იკითხოთ დოკუმენტთან ერთად მიზანი, გადაწყვეტილება. რატომ იქნება? იმიტომ რომ დოკუმენტში ნაყიდია გაფორმებულია შენობა, მაგრამ ეს შენობა და მე გითხარით რომ უმეტეს შემთხვევაში მას ატარებენ როგორც ძირითადი საშუალება, იმიტომ რომ ფორმით არის ძირითადი საშუალება, თუმცა შინაარსი ის ყოველთვის არ არის ძირითადი საშუალება. გითხარით, შინაარსით შეიძლება იყოს ძირითადი საშუალებაც, მარაგიც ინვესტიციაც. და აუცილებლად უნდა გაირკვეს უბრალოდ ეს შინაარსი, გადაწყვეტილების არსი, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. და სხვადასხვა იმ შემთხვევაში, როცა შენ მას არ იყენებ ადმინისტრაციული მიზნისათვის, საწარმო დანიშნულებით და ვერ გპასუხობენ ინვესტიცია არის თუ არა, ეს მაინც ინვესტიციაა, იმიტომ რომ ხო, აი ამ კუთხით არ არის და დევს და საამიზოდ არის დაბანდებული ფულიში. არა, ჩვენ ვიცით რომ რეკლასიფიკაცია შესაძლებელია აქტივების და როცა ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შეიძლება ეს გადავიდეს შესაბამის არა, ეს შეიძლება გადავიდეს ნებისმიერ დროს, თუ კი ასეთი შეფასება იქნება, თუმცა ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველდღე არ იღებენ ხოლმე. ეს გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა და მის შეფასებას აღარ მოახდენენ დამოუკიდებლად. ანუ საერთო კრება წყვეტს, პარტნიორები წყვეტს და წლიური შედეგების მიხედვით უფრო წყდება ეს, ვიდრე ვთქვათ სხვა დროს. ამის შემდეგ 140 საწარმოს ორი მიდგომიდან ერთ-ერთის არჩევანის უფლებას აძლევს. ანუ რა იყო ეხლა აქ თავარი, რა ნაბიჯი გადავდგით? ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ გაგვერკვია
ქონებიდან ეხლა ფასიან ქაღალდს რო ვკითხულობ, იქ გამიჩნდება კითხვა ეს ინვესტიციაა თუ დებიტორია თუ რა არისო, იქ კითხვა არა მაქვს მე ამის, ეს არის ინვესტიცია. და სასახად არის გამოკვეთილი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში, როცა მე ქონებას ვყიდულობ, ამ შემთხვევაში აუცილებლად ის საკითხი უნდა გადაწყდეს. ეს რა არის? ნებისმიერი სხვა აქტივია თუ ინვესტიცია. როცა გადაწყდა ეს საკითხი, რომ ეს არის უკვე ინვესტიცია, ახლა უნდა მოხდეს მისი შეფასება. იმიტომ რომ ყველას თავისი შეფასების კრიტერიუმი აქვს. მარაგს სხვა კრიტერიუმი აქვს, ძირითად საშუალებას სხვა კრიტერიუმი აქვს, ინვესტიციას სხვა კრიტერიუმი აქვს. ამის შემდეგ სტანდარტი გვეუბნება, რომ შესაძლებელია ორი მოდელი არსებობდეს და შენ არჩევანის უფლება გაქვს, ან ერთი მოდელით, ან მეორე მოდელით შეაფასო ის. ერთი არის თვითღირებულების მოდელი, მეორე არის რეალური ღირებულების მოდელი. საწარმომ არჩეული მოდელი უნდა გამოიყენოს ყველა საინვესტიციო ქონების მიმართ და ამ შემთხვევაში ეს მოთხოვნა უნდა იქნას დაკმაყოფილებელი. ანუ თუ კი საინვესტიციო ქონება გაქვს არა ერთი, მაშინ თუ ირჩევ რომელიმე მოდელს, ის მოდელი უნდა იქნას ყველასთვის გამოყენებული. თვითღირებულების მოდელის თანახმად, აქტივი უნდა აისახოს 116-ის ძირითადი საშუალებებით განსაზღვრული თვითღირებულების მოდელის შესაბამისად. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აისახოს ძირითად საშუალებად. ამას კი არ გეუბნება სტანდარტი, რომ ძირითად საშუალებად ასახეო. არა, გეუბნება როგორც ძირითადი საშუალება, ისეთი შეფასება გაუკეთე. ანუ როგორც ძირითად საშუალებას შეფასებებს აკეთებდი, ისეთი შეფასება, ის მეთოდი გამოიყენე. მაგრამ ასახე ინვესტიცია და არა ძირითად საშუალებად. საინვესტიციო ქონება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ნაჩვენები იქნება თვითღირებულებას გამოკლებული ცვეთის თანხით. ცვეთადი ღირებულება, ამორტიზირებული ღირებულება ფასიან ქაღალდებშიც გამოვიყენეთ, ხო ჩვენ? ანუ ინვესტიციისთვის ეს უცხო არ არის შეფასების ეს მოდელი და ეს გამოიყენება ასევე საინვესტიციო ქონებაში. დიახ, ანუ საინვესტიციო ქონებაში შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ ის მოდელი, რომელიც გააჩნია ძირითად საშუალებას, ანუ თავდაპირველ ღირებულებას გაკლებული ცვეთა. ეს არის აი იმაზეა საუბარი. რეალური ღირებულების მოდელი. აქტივი ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შეფასდება რეალური ღირებულებით. ჩვენ რეალური ღირებულებაზე ბევრი ვისაუბრეთ და ვიცით, რომ რა არის ეს რეალური ღირებულება. გადაფასებიდან წარმოქმნილი შემოსულობა ან ზარალი, რატო გადაფასებიდან? რეალური ღირებულება განსხვავებული, როცა იქნება მისი საბალანსო ღირებულების, რა თქმა უნდა, მოგცემს შედეგს. შედეგი, რომელიც გადაფასების სახით, გადაფასება და არა ჩამოფასება. გადაფასება, ანუ აფასება, ორი რეს გამოიწვევს, რეალური ღირებულება მაღალია თუ დაბალია. გადაფასების შედეგიდან წარმოქმნილი შემოსულობა ან ზარალი აისახება უშუალოდ მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში. აქტივს ცვეთა არ ერიცხება ამ შემთხვევაში. ანუ ცვეთა რა არის? მისი ღირებულების თანდათანობით კლება, რომ დაამსგავსო იმ ღირებულებას, რომელიც რეალურად მას გააჩნია ამ შემთხვევაში. და ერთი ხერხია, რომ ცვეთით დავამსგავსო ეს და მეორე ხერხია, რომ ცვეთა წინასწარ არ განსაზღვრო დაველოდო, რა იქნება მისი რეალური ღირებულება, შევაფასო იმით და მივიყვანო იქამდე. ანუ აი ამ რეალური ღირებულების შესაბამისად დავდო. ესე იგი, საინვესტიციო ქონებასაც შეიძლება ჩვეულებრივად გააჩნდეს ცვეთა, ან ფასდებოდეს რეალური ღირებულების. თუმცა, აქ დიდად განსხვავებული არ არის ეს ძირითად საშუალების მოდელისაგან. ძირითად საშუალებებშიც არსებობს თვითღირებულების მოდელი და გადაფასების მოდელი. თუმცა განსხვავება არის ერთი. მიწას არ ერიცხება, მაგრამ გადაფასების მოდელშიც ცვეთა არსებობს. ანუ თუ ჩვენ ძირითად საშუალებებში ვართ, ახლა ცოტა უკან დაგაბრუნეთ და ახლა მინდა გადაამოწმოთ თქვენ იქ რამდენად სწორად გაიგეთ ის. ძირითად საშუალებებსაც ვაფასებდით ორი მიდგომით. ერთი მიდგომა იყო თვითღირებულებას გამოაკლებოდა ცვეთა და ასე ავსახავდით ბალანსში. მეორე მიდგომა იყო გადაფასებული ღირებულებით ავსახავდით ბალანსში. თუმცა მეორე მიდგომის დროს, გადაფასებული ღირებულების დროს რას აკეთებდით? აბა გაიხსენეთ, როცა გადავაფასებდით, მერე ცვეთას ჩვეულებრივად ვაგრძელებდით. და პერიოდის ბოლოს ან ელიმინირების მეთოდით, ან პირდაპირ გზით ვახდენდით ისევ მის გადაფასებას. მაგრამ თუ კი ეს არის საინვესტიციო ქონება, მაშინაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ თვითღირებულების მეთოდი, გამოკლებული ცვეთით და შევა ბალანსში ასე, ან რეალური ღირებულების მეთოდი, ან გადაფასების მეთოდი, ოღონდ აქ ცვეთა აღარ ერიცხება. აი ეს განსხვავება გახლავთ? ხო, ქონების ძირითად საშუალებაში ასახვასა და ქონების საინვესტიციო ქონებად ასახვას შორის. ეხლა პირდაპირ რომ მიადგეთ თქვენ მე-40 სტანდარტს, არ არის ესე ადვილად დასაკითხი, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ აი ასეთი მარტივი ფორმით მოწოდებული საშუალებას მოგცემთ იმისაც, რომ მერე თქვენ მიხვიდეთ და იქ გაიგოთ ის ინფორმაცია, რაც იქ წერია. ეხლა გადავდივართ საკითხზე,
წილობრივი ინსტრუმენტში დაბანდებული ინვესტიციები. ეხლა მოდის ის თემა, რომელიც თქვენ უფრო მეტად გაინტერესებდათ. წილობრივი ინსტრუმენტებში დაბანდებული ინვესტიციები. ანუ ამ შემთხვევაში ეხლა მოდი შევაფასოთ ცოტა გარედან ეს საკითხები. ჩვენ სად ვიყავით? მე გამაჩნია ხელში აქტივი, რომელსაც დავარქვი ინვესტიცია, მაგრამ ეს აქტივი გამოხატული არის უფლებებით ფასიანი ქაღალდებით, მაგალითად, სხვისი სავალო ინსტრუმენტით და მე მიჭირავს ხელში ობლიგაცია. ვიღებ იქედან სარგებელს პროცენტის სახით. მეორე, მე მიჭირავს ხელში არა ფასიანი ქაღალდი და არა უფლება, არამედ მატერიალურად მაქვს საინვესტიციო ქონება, რომლისგანაც შემიძლია მივიღო ქონებრივად შედეგი კაპიტალური, ან მივიღო ქირით აი ასეთი შედეგი და ამასაც ავსახავ როგორც ინვესტიცია. მაგრამ მე შეიძლება განვახორციელო კიდე სხვა ფორმით ინვესტიცია. ყველა შემთხვევაში უნდა გამაჩნდეს ფული, რომ დავაბანდო ამაში, მაგრამ კიდე სხვა ფორმით. აი ამიტომ საუბრობდით ჩვენ, რომ გააჩნია ინვესტორის გადაწყვეტილებას, მის მიზანს, მის აზრს, რა უნდა მას, როგორი სახით უნდა განახორციელოს ეს. და შეიძლება ეს განხორციელებული იქნას წილობრივ ინსტრუმენტებში დაბანდებული ინვესტიციები. როცა ჩვენ ვამბობთ წილობრივ ინსტრუმენტებში დაბანდებას, ამ შემთხვევაში ვალდებულებებზე არ აქვს საუბარი. არც საინვესტიციო ქონებაზე არ აქვს საუბარი. არამედ საუბარი გვაქვს კაპიტალის ინსტრუმენტზე. ანუ საუბარია ვიღაცის კაპიტალზე, სადაც არის ჩემი ინვესტიციები დაბანდებული. ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ ზოგიერთი ტერმინი და მე ასე იოლად არ უნდა გამოვიყენოთ უკვე ეს ტერმინები, ჯერ გვეპატიება, იმიტომ რომ არ ვიცით ეს საკითხები, მაგრამ როგორც ამას გავარკვევთ, მე უკვე აი ამ ტერმინებში აზრი რაც დევს, იმ აზრით უნდა გამოვიყენოთ უკვე მე ეს. ინვესტორი აკონტროლებს ინვესტირებულ საწარმოს. აი ეს კითხვა ისმება. და თქვენ ეს ხშირად გაგიგიათ, ალბათ მოგისმენიათ ასეთი რამე, კონტროლის უფლება აქვს, აკონტროლებს მას. და დღესაც არის საუბარი, ჩვენ გაგვაჩნია საწარმოები, რომელიღაც ინვესტორს კონტროლის უფლება აქვს, რომელიღაცას არ აქვს ეს კონტროლის უფლება. აი როგორ უნდა გაირკვეს, როდის აქვს ინვესტორს კონტროლის უფლება, ანუ როდის აკონტროლებს ინვესტორის საწარმოს. ეს კითხვაა დასმული. თუ კი ინვესტორი აკონტროლებს ინვესტირებულ საწარმოს, ანუ სადაც აქვს კაპიტალში მონაწილეობა. დიახ, როცა ვამბობ, ეს ინვესტიცია გახლავთ უკვე შვილობილ საწარმოში ინვესტიცია. ანუ თუ კი ინვესტორი კომპანია აკონტროლებს იმ კომპანიას, რომლის კაპიტალშიც აქვს ინვესტიცია და ამ კომპანიას გააჩნია კონტროლის უფლება მისი, მაშინ ეს გახლავთ ინვესტიცია შვილობილ საწარმოში. და ამ შემთხვევაში ეს საწარმო შვილობილია, ეს კიდე სათავო. არ აქვს ასეთი კონტროლი. ახლა ისმის მეორე კითხვა. თუ კი ასეთი კონტროლი არ აქვს, ანუ აი წილობრივ მონაწილეობას აქვს სხვადასხვა ხარისხი. და ამ ხარისხებს ვადგენთ ახლა ჩვენ. რა დოზით, რა დონით არის წილობრივი მონაწილეობა. ანუ ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ხარისხი, ყველაზე მაღალი დოზა არის კონტროლი. და ამ შემთხვევაში წარმოიქმნება შვილობილი საწარმო და ძირითადი საწარმო. მაგრამ არ აქვს ამდენი ფლობა იქ წილის. აქვს უფრო ნაკლები. მაშინ მეორე კითხვას ვსვამთ. ინვესტორი სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენის უფლებით? ანუ რა კითხვებსაც ვსვამთ ახლა ჩვენ, ეს არის ინვესტიციის ხარისხები. ანუ შეიძლება ინვესტიცია იყოს იმ ხარისხით, რომ სარგებლობდეს მნიშვნელოვანი გავლენის უფლებით, შეიძლება აკონტროლებდეს საწარმოს და როდის აკონტროლებს, როდის არის მნიშვნელოვანი გავლენა, როდის არ არის და ასე შემდეგ, ამას განვსაზღვრავთ. აი ამ კითხვას ვსვამთ. სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენის უფლებით? თუ ჩვენ გავცევთ პასუხს, რომ დიახ, მაშინ ეს არის ინვესტიცია მეკავშირე საწარმოში. ხა ჩვენი ანგარიშთა გეგმაში შეხვდა ეს და ძალიან ადრე შეხვდა და ძალიან პრიმიტიულად გავეცით ამას მაშინ პასუხი. რაღაცა იმის წილი აქვსო, სადღაც ასე ისე საპრულად გავეცით მაშინ პასუხი, მაგრამ იქ მეტი არ შეგვეძლო ჩვენ ახლა იმ შემთხვევაში და იმაზე არც ვჟელობდით. ახლა რეალურად უკვე მივადექით ამ საკითხს, რას ნიშნავს მეკავშირე საწარმო. როცა ინვესტორი სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენის უფლებით, მეორე კომპანიაში წილი აქვს, იქ კაპიტალის გარკვეულ წილს ფლობს
მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენის უფლებით. ამ შემთხვევაში მეორე მხარე გახლავთ მეკავშირე საწარმო. ანუ ინვესტიცია მეკავშირე საწარმოში. ასეთი სახის ინვესტიცია უკვე ეს. არ აქვს ასეთი ფლობა წილის. მაშინ ინვესტიცია მცირე წილით. ანუ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახლა რაღაცა დოზები, შვილობილ საწარმოში ინვესტიცია ეს არის კონტროლის მნიშვნელოვანი უფლება როცა აქვს. მეორე არის მეკავშირე საწარმოში ინვესტიცია, როცა ინვესტიცია მეკავშირე საწარმოში, ანუ მნიშვნელოვანი გავლენის უფლება აქვს. თუ კი არა აქვს ეს მნიშვნელოვანი გავლენა, მაშინ გვაქვს ინვესტიცია მცირე წილით. ინვესტიცია განხორციელებულია ერთობლივ საქმიანობაში და ინვესტორს აქვს ერთობლივი კონტროლის უფლება, ანუ დამოუკიდებლად არა, მაგრამ ერთობლივ საქმიანობაშია და ინვესტორს აქვს ერთობლივი კონტროლის უფლება. თუ კი ასეთია, მაშინ გვაქვს ინვესტიცია ერთობლივად კონტროლირებად სამეურნეო სუბიექტში. და ზუსტად აი ასეთი სახის ინვესტიციებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ახლა. ანუ ინვესტიცია შვილობილ საწარმოში, ინვესტიცია მეკავშირე საწარმოში, ინვესტიცია ერთობლივად კონტროლირებად სამეურნეო სუბიექტში და ინვესტიცია მცირე წილით. ანუ ამას ყველას თავისი ხარისხი აქვს, როგორც შევხედეთ ახლა და გააჩნია კომპანიას, რომელსაც გააჩნია ინვესტიცია, რომელი ამათგანი აქვს. ანუ ყველა ვარიანტში ეს არის კაპიტალის ინსტრუმენტში, ანუ წილობრივ ინსტრუმენტში დაბანდებული ინვესტიცია, მაგრამ როგორი ხარისხით, როგორი დოზით. და პირველ რიგში ეს უნდა გაირკვეს და ამის მერე ყველა ამ საკითხს ცალ-ცალკე სტანდარტი არეგულირებს. ამიტომ ახლა იმას მაინც მივხვდით, რომ ინვესტიცია აისახება ასე. აი ამ კითხვის დასმა ძალიან უხერხულია, ხო? ბევრ ადგილზე შემხვედრია. როცა აი ესე ჩვეულებრივად კონკურსში გეძახიან და გისვამენ ტესტში ესეთ კითხვას, რომ ინვესტიცია აისახება ასე. რა ინვესტიცია, რომელი ინვესტიცია, რა სახის ინვესტიცია, ხო ჩვენ აი ეს მაინც ხო გეცოდინებათ, რომ ასე საუბარი არ შეიძლება, ასე კითხვის დასმა არ შეიძლება და სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადგილზე ეს ასე ისმის. და თითქოს ინვესტიცია ერთი ჩამოყალიბებული რაღაც ცნებაა და ანუ ეს ძალიან ფართო ცნებაა. გააჩნია, სად გააჩნია, როგორ გააჩნია, რა ხარისხით და ამას ყველას თავისი მეთოდი აქვს. სად რა როგორ იქნება ასახული და თქვენ იმაზეც უნდა იყოთ ინფორმირებული, რომ რა ინფორმაციაც თქვენთან შემოდის, ეს არ არის თქვენაც რო ყოფილი ინფორმაცია, ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული საფუძვლებია ამ საკითხის და ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში ზუსტად ის გახლდათ, რომ თქვენ აღარ ილაპარაკოთ, აღარ დასვათ კითხვა ისე, როგორც აი დავუშვათ არ მომწონს, რაც არ მოგწონს საერთოდ ადამიანს, შენის არასოდეს არ უნდა გააკეთო, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ არა მარტო სპეციალისტს ვაყალიბებთ გარკვეული დოზით და ჩვენ რა დონის სპეციალისტს ვაყალიბებთ, თქვენ ამას წაიგითხავთ თქვენ სერტიფიკატში. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა ამ სპეციალისტს ცოტა უფრო მაღალი გემოვნება ქონდეს ამ პროფესიაში და არ იყოს, თქვათ, ანუ ჩვენ საუბარი გვაქვს ხარისხით სპეციალისტზე და არა წოდებით სპეციალისტზე ამ შემთხვევაში, წოდებით ჩვეულებრივად ბუღალტერი იქნებით თქვენ, ოღონდ ცოტა სხვანაირად ასე ვთქვათ, პროფესიის ინტელიგენცია გვინდა შევქმნათ. რამდენი იყო ჩამოთვლილი დასაწყისში ინვესტიციის თემაში. ესენი ყველა სხვადასხვა სტანდარტში და შეიძლება ერთ საკითხს სამი სტანდარტი იყოს მიძღვნილი, ანუ სხვადასხვა საკითხი, მისი შეფასების საკითხი, მისი თქვათ განმარტებების საკითხი და ასე შემდეგ. აქ სხვადასხვა რაღაცები და ეს ურთულესი თემაა და როგორი თემაა, იცით? აი ამ კუთხით მიდის აწი ჩვენი ეკონომიკა, ხო? ანუ ეს თემები კი არ გაიოლდება, გართულდება კიდე აწი, იმიტომ რომ ასე რთულდება პროცესები, ფინანსური ბაზრები უფრო მეტად განვითარდება და არა უკან დაიხეს, ხო? და ჩვენ კიდე სად ვართ? ჩვენ ახლა შევდივართ ამ პროცესებში და ამიტომ ჭირდება ამ ხედვის, ამ წარმოდგენის, ამ ცნობიერების სპეციალისტები უკვე ბაზარს. და რა ის რომ ახლა ვიცი მე დებეტ კრედიტი, ნუ აღარც უნდა ახსენო. დებეტ კრედიტი ყველა მიცის ახლა, ხო, ნუ ერთი სიტყვით
იმას ქვია მოანგარიშე და ბუღალტერი საკმაოდ მაღალი ტერმინია. უბრალოდ ჩვენთან აი ასე გაუფრთხილებლად იყენებენ ამ ტერმინს. მაგრამ ეს საკმაოდ მაღალი ტერმინი, ცოტა უფრო სხვა ხარისხის ტერმინია და ზუსტად ამაზეა საუბარი, ამ ხარისხზეა საუბარი. ესე იგი ჩვენ ახლა რა თემაზე ვსაუბრობ? პირველ რიგში გავარკვიეთ კი არა, უბრალოდ შევხედეთ პირველად, რომ ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტში განხორციელებული. აი ჩვენ რა დავტოვეთ წინ, რა გავიარეთ? ინვესტიცია სავალო ინსტრუმენტებში, ანუ ფინანსური აქტივების სახით განვიხილეთ ეს, ინვესტიციები ქონებაში, საინვესტიციო ქონებაში და ეხლა გადავედით აი კაპიტალის ნაწილში ინვესტიციებზე, რომელიც შეიძლება იყოს განხორციელებული სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა ოდენობით და ეს წარმოქმნიდეს ისეთ ურთიერთობას, ინვესტირების ისეთ ხარისხს, როცა აკონტროლებს ერთი საწარმო მეორეს, ამ შემთხვევაში ეს ძირითადია და მეორე კიდე შვილობილი, როცა ინვესტორი სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენის უფლებით, როცა ინვესტიცია განხორციელებულია ერთობლივ საქმიანობაში და ჯერ სინამდვილეში ესენი არც ერთი არ აგვიხსნია, ხო? თქვით რომ ასეთები არსებობს. და მაშინ თუ ასეთი არსებობს, ეს არის ინვესტიცია შვილობილ საწარმოში, მეკავშირეში, ერთობლივად კონტროლირებაში ან მცირე წილი. აწი უნდა ვისაუბროთ ამაზე, როგორ მოხდება თითოეული მათგანის შეფასება. ანუ თუ კი ინვესტიცია ერთობლივში არ არის ერთობლივად კონტროლირებაც არ წარმოადგენს ეს სუბიექტი, მაგრამ თუ წარმოადგენს, მაშინ ეს არის ერთობლივად კონტროლირებად სამეურნეო სუბიექტში, შეიძლება მონაწილეობს ერთობლივში, მაგრამ არ არის თვითონ ასეთი სუბიექტი, ანუ ამ დოზით ვერ მონაწილეობს. მაშინაც არის ინვესტიცია მცირე წილით. ანუ ინვესტიცია მცირე წილით იქნება დამოუკიდებლად თუ ერთობლივად კონტროლით, მაინც არის ინვესტიცია მცირე წილით. რა თქმა უნდა, თქვენ ალბათ ხვდებით, რომ სხვადასხვა დონის ინვესტორს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ექნება, როგორ წარმოადგინოს ეს ინვესტიცია მის ფინანსურ ანგარიშგებაში და სხვადასხვა მიდგომა იქნება ამასთან დაკავშირებით. ეხლა განვიხილავთ თითოეულ მათგანს. ინვესტიციის ფორმებს განვიხილავთ ცალ-ცალკე. კონტროლი, ხო ვახსენეთ, რომ კონტროლი აქვს. ეხლა რა არის ეს კონტროლი? კონტროლი ნიშნავს საწარმოს ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილებას. ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით. ანუ ჩვენ თავიდან ვახსენებდით, მე შეიძლება არ მაინტერესებს იმ საწარმოს არც მართვაში, არც ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობის მიღება ან ზედამხედველობა მასზე, მე მაინტერესებს სარგებლის მიღება მისგან, ანუ მაქვს მიზანი ფულადი ნაკადების მიღების და ვითვლი ამ კუთხით ინვესტიციის ხარისხს. ამ შემთხვევაში არ არის ეს კონტროლის მიზანი, მაგრამ მე როცა მინდა განვახორციელო, ანუ მაქვს ჯერ ერთი მინდა ერთია, მაგრამ უნდა მქონდეს ამის შესაძლებლობა, რომ ამდენი დაბანდება გავაკეთო, ხო? ამ შემთხვევაში კონტროლით არის გამოხატული ჩემი ინვესტიცია. ანუ აქ არის არა მარტო უკუგება ფულადი ნაკადის მიღების, არამედ აი ამ საწარმოს ფინანსურ და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება მაქვს. ის საწარმო დამოუკიდებელი საწარმოა. აქ არ ავირიოთ ახლა. ჩვენ ლაპარაკობთ საწარმო A-ზე და საწარმო B-ზე. საწარმო B კი არ ქრება. საწარმო B არსებობს დამოუკიდებლად თავისთვის, ის ფუნქციონირებადი, მოქმედი საწარმოა. მაგრამ მისი კაპიტალის წილის მნიშვნელოვანი ნაწილი, ოღონდ ისეთი ნაწილი, რომელსაც გააჩნია ფინანსურ და სამეურნეო პოლიტიკაში მართვის უფლებამოსილება, იმიტომ რომ იქ სხვადასხვანაირი ნაწილებია. აი ის მონაწილეა A-საწარმო. და A-საწარმო ამ შემთხვევაში ანხორციელებს კონტროლს B-საწარმოზე, თორემ B-საწარმო დამოუკიდებელი სუბიექტია. B არის შვილობილი ამ შემთხვევაში. და კონტროლი ზუსტად ამას ნიშნავს, მაგრამ მოდი ახლა აქაც ცოტა უფრო მე რაზე ვშიშობ, იცით, პრაქტიკაში როგორ აღიქვამენ და არ გადაძლიოს თქვენი აზროვნება იქეთ. აი პრაქტიკაში ძირითადად აღიქვამენ წილის მიხედვით ამას. ხო, 50% პლუს 1 ხმა ჩემია. არა, ასე არ არის ყოველთვის. ეს არ განსაზღვრავს ყოველთვის. აი განსაზღვრავს ის რაც გვიწერია სტანდარტში. საწარმოს ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვაში თუ კი ის მონაწილეობს და ყოველთვის არ განსაზღვრავს წილი, ამას წილი შეიძლება არ შეგვდეს, მაგრამ მართვაში არ იყოს ის ამ ფორმით მონაწილე. ამიტომ კონტროლის უფლება უნდა იყოს 50%-ზე მეტის. და არა წილის მხოლოდ. წილი შეიძლება ემთხვეოდეს ამას, მაგრამ შეიძლება არ ემთხვეოდეს და აი ამას მიაქციეთ ყურადღება. სხვათა შორის, ჩვენი სამეწარმეო კანონმდებლობის პირველი ვარიანტი არ უშვებდა ამ განსხვავებას, წილი პირდაპირ კონტროლსაც გულისხმობდა
მაგრამ დღევანდელი ვარიანტი უშვებს. ანუ ეს შეთანხმებაზეა დამოკიდებული და დღევანდელი კანონმდებლობა ამ შესაძლებლობას უშვებს, რომ შეიძლება იყო 50% წილის ფლობელი, მაგრამ არ იყო კონტროლის გადამწყვეტი, კონტროლის განხორციელებელი მასზე, ამას უკვე უშვებს ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობა და ზოგადად ამას უშვებს კანონმდებლობა, რომ შესაძლებელია ეს ასე იყოს. ახლა აქ მეტი პრობლემა ჩნდება, მაშინ როგორ გამოვიცნო ეს? აი ამას აქვს მნიშვნელობა. ეხლა ჩვენ საუბრობთ მეორე ხარისხზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის უფლება. ერთი ხომ იყო კონტროლის და მეორე არის მნიშვნელოვანი ზეგავლენის უფლება. კონტროლი თუ მაქვს, მაშინ ის ინვესტიცია სად აქვს განხორციელებულიო? შვილობილში. მნიშვნელოვანი ზეგავლენა თუ მაქვს, მეკავშირე საწარმოში. ეს ნიშნავს ინვესტორის მიერ ინვესტირებული საწარმოს ფინანსური და საწარმო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას. კი არა კონტროლებს, ანუ მთლიანად თვითონ კი ვერ წვეთ, მაგრამ მონაწილეობის უფლება აქვს აი ამ ფინანსურ და საწარმო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების დროს. რაც არ გულისხმობს ინვესტორის მიერ ამ პოლიტიკაზე კონტროლის ან ერთობლივი კონტროლის უფლებას. ანუ კონტროლის უფლება არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენის უფლება აქვს. 20%, 25% მის ზევით, ოღონდ 50% და ზევით უკვე ზევით კონტროლის უფლება. აი ამ შუალედებში მნიშვნელოვანი ინვესტორი გახლავთ ეს. ერთობლივი კონტროლი. ერთობლივი კონტროლი სად ხორციელდება? ოღონდ ერთობლივად როცა აქვთ ინვესტირება, დამოუკიდებელი კი არ არის იქ ერთობლივად სხვასთან ერთად აქვს ინვესტირება განხორციელებული. ამ შემთხვევაში ერთობლივი კონტროლი წარმოადგენს ხელშეკრულებით დადგენილ ერთობლივ კონტროლს და ხელშეკრულება უნდა არსებობდეს ამ პირებს შორის, ვინც ერთობლივად ახორციელებს. ანუ ამათ უნდა გქონდეთ ეს ხელშეკრულება. ხელშეკრულებით დადგენილ ერთობლივ კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, რომელიც არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც სტრატეგიული, ფინანსური და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება უკავშირდება საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას. ანუ როცა შიგ არსებობს ხელშეკრულებით ასეთი განსაზღვრება, რომ გადაწყვეტილებების მიღებას განახორციელებს, ანუ აი ამათი ერთობლივ კონტროლი, ვისაც აქვს იმათი ერთსულოვანი თანხმობა თუ არ იქნება ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, ეს კონტროლია უკვე, ოღონდ არა ცალკე პირის, არამედ ერთობლივად ვინც არიან წარმოდგენილი, როცა აქვს ერთობლივი ინვესტირება. ესენი ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ითვლება გადაწყვეტილების მიმღები მხარეა ეს უკვე, ანუ მაკონტროლებელი მხარეა ეს. ოღონდ არა ერთი პირი, არამედ ერთობლივად. დიახ, ერთობლივ საწარმოში თუ ერთი პირი დევს, მაშინ აი ეს კონტროლია ზედა. არა. არა, იქ აი ესენი ამათ შიგნით აქვს თვითონ ეს ხელშეკრულება. ანუ შიგა ხელშეკრულება არეგულირებს მათ გადაწყვეტილებას. ანუ თუ ისინი ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, არ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. განსხვავებული აზრი, როცა ამბობ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, ანუ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული იქ და როცა აი როგორ არის, იცით ახლა დააკვირდით ინვესტირება კომპანიაში საკმაოდ სერიოზული საკითხია, რომ იქ თანამშრომლობა თუ ვერ დგება, ანუ იქ აზრის შეჯერება თუ ვერ ხდება, იქ კომპანიონობა არ უნდა მოხდეს თავისთავად. ანუ არ უნდა შეხვიდე ასეთ ურთიერთობაში და მით უმეტეს ინვესტირებაში კიდე შიგა თანამშრომლობა. ანუ როცა შენ ერთობლივად ახორციელებ კონტროლს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ შორის აზრი, აი ამ თანამშრომლობის თავიდანვეა შეჯერებული და ეს, ანუ თუ ასეთი მოლოდინებია, იქ ინვესტირება არ უნდა მოხდეს. იცით, მე ძალიან უხეშ შედარებას ვაკეთებ ამ დროს და ინვესტირება არის ერთად ოჯახის შექმნა, ერთად რაღაცის ჩამოყალიბება და მართლა გავს ეს, რომ ადამიანები როცა ერთად ქმნიან ოჯახს. იქ თუ არ არის თანხვედრა აზრის, ის ოჯახი ვერ იქმნება, ან ბოლოს იშლება ის. თუ ვერ ვითარდება ყოველ შემთხვევისთვის ის. იქ აუცილებლობაა ეს, რომ და როგორი ადამიანები ცდილობენ, რომ შექმნან ეს, რომლებიც მზად არიან იმისთვის, რომ ერთად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები და ეს შეიძლება ძალიან უხეშ და ბანალური შედარებაა ამისი, მაგრამ ნამდვილად ეს არის ბიზნესი და ვისაც ეს გამოგიცდიათ, ვინც ყოფილხართ ბიზნესში, სხვანაირად, ამაზე მაღალი ხარისხია კიდე. ამაზე მაღალი ხარისხია. ამ შემთხვევაში შვილი საწარმოა თვითონ, რომელიც ერთად შექმენი, ერთად ჩამოაყალიბე, ის ერთად განავითარე და
ხო, ეს კავკასიური ცაცის ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო დროს და ხო, აი მართლა არის ასე რომ ჩვენ ამის მომსწრეებიც ვართ, ვინაწილებთ საწარმოს, ვინაწილებთ ოჯახებს, ვინაწილებთ შვილებს და ახლა იქამდეც კი მივედით, ქვეყანას ვინაწილებთ და რა დრო დადგა, არ ვიცი. ხო, ნუ არ ვიცი. იმედია ყველაფერი გადარჩება, საწარმოც, ოჯახით, შვილებიც და ქვეყანაც. და ჩვენ ასე უგუნურად არ გავინაწილებთ ამას და მოუφრთხილდებით მეორე მხარეს, მაგრამ აი ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს, ჩვენ რა ფაზა გავიარეთ, იცი ბიზნესების კეთების. თავიდან თქვენ არ მოსწრები ხართ, შეიძლება ასე აქტუალურად ამას, მაგრამ თავიდან რა იყო ჩვენთან შესაძლებლობა? სახელმწიფო საწარმოები დაიყიდა. თელმა კოლექტივებმა იყიდეს. ყველა იყო პარტნიორები. მერე გაუცნობიერი ბიზნეს პარტნიორები გახდნენ. თავიდან ვისაც ფული ჰქონდათ, შენ ხო გაქვს ფული, მეც მაქვს ფული, მოდი დავიწყოთ და მერე გაიგეს რა იყო ბიზნეს პარტნიორობა. მერე მიხვდნენ აი ამ თანაცხოვრებით, ასე ვთქვათ, ამ პროცესში რა იყო რეალურად, რა პრობლემები შექმნა ამან, რა უნდა გაეთვალისწინებინათ. ახლა ახალი ოჯახი რომ იქნება. მშობლები ეუბნებიან, ასე გამოვცადეთ ჩვენ და თქვენ ესენი გაეთვალისწინებთ. ბიზნესებს არ ყავდა ეს მშობლები. ჩვენ რეალობაში არ არსებობდა ეს წასული. არავის არ ჰქონდა ამის გამოცდილება და ამიტომ დარჩა ასე უპატრონოდ, ასე გამოუცელა და ყველაფერი გადასატანი შეიქმნა იმ პირველ ბიზნესებზე. და აი ეს გამოცდილებაც ეს ბიზნეს პარტნიორობის რა იყო, ეს ხალხი ასაკეთებდა, ინვესტიციებს ახორციელებდა. ერთი გეკითხებით, რომელმა იცოდა ინვესტიციების დაგეგმა მაშინ? არც ერთმა. იმდენ სააქციო საზოგადოების შეკრებას დავსწრები ვარ, სადაც პარტნიორები აი ამ საზოგადოების თანამშრომლები იყვნენ. და არც ერთს არ ჰქონდა თითქმის გაცნობიერებული, რას ნიშნავდა აქციონერი. თავის თავს განიხილავდა როგორც თანამშრომელს და თავი ეგონა თანამშრომელთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილებებს რო იღებდა და ყველა წევდა ხელს. მაგრამ მერე როცა იქ ახლა ესწრებოდა, ვთქვათ, კრების თავმჯდომარე, ნოტარიუსი და ასე უნდა მიდიოდეს, ხო, ეს კრება და ის როცა დათვლიდა ხმებს და აგერ უაწევდა ერთი კაცი ხელს და ეტყოდა 20 ხმა, ვიღაცამ აქეთ აწია 15 ხმა და ვიღაცას დაუთვლიდა ერთი ხმაო. მე მახსოვს ერთ კრებაზე ვესწრებოდი ასეც და გაბრაზებულმა 70%-მა დატოვა დარბაზი. თუ არაფერს გვეკითხებოდით, რას დაგვიძახეთ ამ კრებაზე? იმის გამო, რომ მათი ხმები ასე არ დაითვალა და ერთმა რო აწია ხელი და გადაწყვეტილება მიღებული იქნა და დანარჩენი წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილების, მაგრამ მას ჰქონდა ხმები ამდენი და თუ არაფერს გვეკითხებოდითო, დანარჩენმა თანამშრომელმა აქციონერმა, მაგრამ მას ჰქონდა ასეთი წარმოდგენა, რომ იჯდა საერთო კრებაზე. აქციონერთა კრება რა იყო და თავისი როგორც აქციონერი ასე წევდა ხელს არათანამშრომელი, იმიტომ რომ მანამდე თანამშრომელთა კრებები იყო და თანამშრომლები წყვეტდნენ, რა უნდა მოხდარიყო საწარმოში, მაგრამ აქციონერი, ანუ მესაკუთრეობის ცნება, ინვესტორის ცნება, ეს გააზრებული არ იყო და ძალიან ვიმედოვნებ, რომ დღეს არის ეს გააზრებული, თუმცა დღესაც ძალიან მეეჭვება, რომ ეს ბოლომდე იყოს გააზრებული. ჩვენ ისიც კი გვაქვს წარსულში, რომ საერთოდ არ კითხეს აქციონერებს ისე დაყიდეს ეს კონებები. ანუ გააზრებული აქციონერს კი არა, მეორე მხარესაც არ ჰქონდა ეს ბოლომდე, რას ნიშნავს საკუთრება, რას ნიშნავს ინვესტიცია, რას ნიშნავს ინვესტორობა. ხო და აი ახლა როცა ამხელა აი ასეთი საწყისები გვაქვს ჩვენ, როცა არ ვიყავით ამაში, არ ვიცით ეს. ახლაზე მოხდა. ესე იგი, ამ წუთში ჩვენ საუბარი გვაქვს ინვესტიციის სხვადასხვა ხარისხზე და კია იმის დრო, რომ სპეციალისტები მაინც ფლობდეს ამასთან დაკავშირებით სწორ ინფორმაციას და სწორ ხედვას. და თქვენ როგორ გონიათ საწარმოში ფინანსისტი, ბუღალტერი, დირექტორი თუ ვერ უყურებს ამ საკითხს, აბა მის შეხედავს ამ საკითხს. ვიღაცამ ხომ უნდა დაინახოს ეს საკითხი და ამისთვის მაინც ხო უნდა ქონდეს ინფორმაცია რა დევში. ანუ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ერთობლივი კონტროლი, აი ეს არ არის ჩემი პირადი კონტროლი, ჩემი საწარმოსი, აი ინდივიდუალური კონტროლი. ინდივიდუალური კონტროლი აი ეს არის. მაგრამ ერთობლივად ვახორციელებთ ამ კონტროლს და იმ ერთობლივ კონტროლში ინვესტირების კიდე ინვესტირება ერთად. ანუ ხო ვაკეთებთ ინვესტირებას და კიდე შიგნით თანამშრომლობას ვაკეთებთ. ინვესტირება თვითონ თანამშრომლობას გულისხმობს. ანუ ვიღაცასთან ერთად უნდა გავაკეთო რაღაცა საქმე. იქ ბოლო-ბოლო თანამშრომლებთან, ბოლო-ბოლო მენეჯმენტთან, ბოლო-ბოლო სხვა მეწილებთან მე აუცილებლად მომიწევს ეს ურთიერთობა და ამისთვის უნდა ვიყო მზად. მაგრამ როცა ერთობლივი კონტროლია, კიდე შიგნით ვქნით იმ პატარა ოჯახს. იმ პატარა დამოკიდებულებას და
ამ შემთხვევაში უფრო მაღალი ხარისხითაა ეს ნდობა და ეს ცნობიერება, რომ უნდა მესმოდეს რა არის ეს თანამშრომლობა. სხვანაირად არ შეიძლება. არც გისურვებთ იმას, რომ ვინ გააკეთოთ ინვესტიცია და არ გესმოდეთ მისი არსი. მისი ამას პლუსიც აქვს, თავისი მინუსიც აქვს და პრობლემებიც მოსდევს. თუ არ შეგიძლია მისი მოვლა. ანუ თანამშრომლობა თუ არ შეგიძლია, ურთიერთობა თუ არ შეგიძლია, ადამიანთან არ შეგიძლია ვინმეს და აი, მაშინ არ უნდა შეხვიდე ამ პროცესში. ანუ აუცილებლად მოგიწევს ეს ურთიერთობა. და ეს თანამშრომლობა რომ შეძლო საქმეში უნდა ერკვეოდე, აუცილებლად უნდა ერკვეოდე ამაში. თუ არა და გადაეცი ვინმეს მართვაში შენი ძილე და დაიქირავე ამის შესახებ. ხო? ეხლა ჩვენ განვიხილოთ ცალ-ცალკე ესენი და ვიხილავთ საკითხს ინვესტიცია შვილობილ საწარმოში. ესე მივყვეთ ეხლა ამ საკითხებს. ახლა 27 სტანდარტი მოვიშველიოთ. 27 სტანდარტი გახლავთ კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება. დიახ. აი ამ შემთხვევაში როცა საქმე ეხება შვილობილ საწარმოში ინვესტირებას, ანუ კონტროლს როცა ახორციელებ მეორე საწარმოზე, ანუ ინვესტიციის ხარისხი არის ასეთი, კონტროლის განხორციელების უფლებით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვთქვით, რომ წარმოიშობა ძირითადი საწარმო, შვილობილი საწარმო. ამ შემთხვევაში უკვე ამუშავდება 27 სტანდარტი და ჩვენ ამ სტანდარტით გვაქვს გარკვეული ვალდებულებები. ანუ ეს სტანდარტი ეხება კონსოლიდირებულ და ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას. შვილობილი საწარმო განიხილება ამ სტანდარტით, რომ ეს არის საწარმო ამხანაგობის ტიპის არაკორპორაციული ერთეულის ჩათვლით, რომელსაც კონტროლს უწევს სხვა საწარმო, ცნობილი სათაო საწარმო სახელწოდებითო. ანუ აი ეს როცა არის შვილობილი საწარმო, ის მაშინ არის შვილობილი საწარმო, თუ მას ყავს ისეთი ინვესტორი, რომელიც უწევს კონტროლს. ანუ ყავს ერთი ინვესტორი, რომელსაც აქვს ასეთი კონტროლის განხორციელების უფლება, ასეთი წილობრივი ფლობა მის კაპიტალში. მაშინ არის ის შვილობილი საწარმო. არა, შეიძლება იყოს ამხანაგობის ტიპის ერთეულის ჩათვლით. ანუ ეს შეიძლება იყოს მისი მაკონტროლებელი არა მარტო ინდივიდუალურად საწარმო, არამედ შეიძლება იყოს არაკორპორაციული ერთეულიც ამხანაგობის ტიპის. და ის უწევდეს აი ასეთ მნიშვნელოვან კონტროლს ამ საწარმოს. სათაო საწარმო ვინ არის? ისეთი საწარმო, რომელსაც გააჩნია ერთი ან მეტი შვილობილი საწარმო. ანუ სათაო საწარმოს ვერ უწოდებ ჩვენ საწარმოს, თუ კი მას ერთი შვილობილი საწარმო მაინც არ აყავს. თუმცა მას შეიძლება ყავდეს ერთი ან მეტი. მიდის, იცით? ამას ვიტყვი რა თქმა უნდა ამ თემაში, მაგრამ უკვე დადგა მისი თქმის საჭიროება. არსებობს იურიდიული და ფინანსური მდგომარეობა საწარმოსი. ფინანსური მდგომარეობით აქ არის ორი საწარმოს თანაარსებობა, მაგრამ იურიდიული მდგომარეობით ცალ-ცალკე საწარმოებია. ანუ აი ეს იკითხეთ ახლა თქვენ. და იურიდიულად ეს არ არის ერთი. იურიდიულად ცალ-ცალკეა A და B, მაგრამ ფინანსურად არის, ფინანსური დამოკიდებულებით გაერთიანება ამ ფორმით და გაერთიანება სად არის, მე ვნახავთ ამას ჩვენ. ანუ სათაო საწარმოსთან არის ეს გაერთიანება, ოღონდ იურიდიულად ისინი ცალ-ცალკე. რაც შეეხება ფილიალს, ფილიალი არ არის იურიდიულად დამოუკიდებელი ერთეული. საწარმოთა ჯგუფს უწოდებენ სათაო და შვილობილ საწარმოებს ერთად. ეხლა რაში გჭირდება ეს ტერმინები? ეს ტერმინები ამოვიღეთ 27 სტანდარტიდან და რატომ ამოვიღეთ? აი ეს საკითხები უნდა გავარკვიოთ ადრე. იმიტომ რომ ამ ტერმინებით უნდა ვისაუბროთ ინვესტიციაზე ამ დროს. და ეს ტერმინები უნდა გვესმოდეს, რას მოიაზრებს. ანუ შვილობილი საწარმო არის ის საწარმო, რომელსაც ყავს სათაო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შვილობილი საწარმოს კაპიტალში არის ვიღაცა ინვესტორი, რომელსაც აქვს მის პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობა, ანუ 50%-ზე მეტი აი ამ პოლიტიკის კონტროლის უფლება აქვს. ასეთ საწარმოს ქვია შვილობილი და იმას ქვია სათაო და ორივეს ერთად საწარმოთა ჯგუფს უწოდებენ. და საწარმოთა ჯგუფი სამი საწარმო ერთმანეთთან დამოკიდებულებით მე მოგაწოდე შენ იყიდე და ერთად თანამშრომლობთ, ეს არ არის.
ამ ფორმით ინვესტირების გზით, ოღონდ იმ ფორმით, როცა კონტროლი აქვს ერთს მეორეზე. ამ შემთხვევაში არსებობს შვილობილი სათავო და ჯგუფი. სხვა შემთხვევაში ესეთი არ არის. სათავო საწარმოს ამ სტანდარტის საფუძველზე აქვს ვალდებულება შეადგინოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება. ანუ შეადგინოს ჯგუფის ფინანსური ანგარიშგება. ეს ვალდებულება გააჩნია სათავო საწარმოს. შეადგინოს ჯგუფის ფინანსური ანგარიშგება. ანუ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება. აი ახლა გავაგრძელებთ ეხამდელ ნათქვამს. ჩვენ ვამბობ, ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს რომელიმე საწარმოს, ხო? ამ შემთხვევაში ასაწარმოს თავის ფინანსური ანგარიშგება აქვს ცალკე. იმიტომ რომ დამოუკიდებელი იურიდიული ერთეულია. ბესაწარმოს თავის ფინანსური ანგარიშგება ცალკე აქვს, იმიტომ რომ ესეც დამოუკიდებელი იურიდიული ერთეულია. მაგრამ 100 + b წარმოადგენს საწარმოთა ჯგუფს და მან უნდა წარმოადგინოს ცალკე ფინანსური ანგარიშგება კიდე და ეს იქნება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, მაგრამ 100 + b დამოუკიდებელი იურიდიული ერთეული არ არის. ის არის ფინანსური თანამშრომლობის ერთეული და ამიტომ გააჩნია ეს იურიდიული ვალდებულება, მაგრამ ის არ არის დამოუკიდებელი ერთეული, ის არის საწარმოთა ჯგუფი, თუმცა დამოუკიდებელი